კომენტარებში გვეკითხებიან თუ რამდენს მოიხმარს ჩვენი ნესტიშემწოვი აპარატები ელექტროენერგიას, ეს ერთი კითხვა. სულ უნდა იყოს თუ არა ჩართული ჩვენი აპარატები და კიდე ერთი კითხვა ეს არის ხმა აქვს თუ არა. კარგი, მოდი დავიწყოთ დენის მოხმარებაზე. ჩვენი აპარატები სულ ყველა მიეკუთვნება ახალ თანამედროვე ბოლოთაობის მწვანე ტექნოლოგიებს, ასევე იცით, თუმცა კიდე ერთხელ გეტყვით, რომ ყველა ჩვენი აპარატი არის ევროვენტის მიერ სერტიფიცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ენერგოეფექტურობაზე არის მაქსიმალურად გათვლილი და შესაბამისად დენის მოხმარება არის მიზერული. მაგალითად, 10 ლიტრიანი მოდელი, რომელიც დაახლოებით 30 კვადრატ ფართობს ყოფნის, მოიხმარს 160 ვატს 1 საათში. ანუ უხეშად რო ვთქვათ, ეს დაახლოებით უტოლდება 2 ნატურას, არც არის 2 ნატურა მოკლედ რა. 160 ვატი არის მოკლედ 1 საათში და შემდეგ უკვე დიდ მოდელებზე 170 ვატი, 200 ვატი, 220 ვატი, ანუ 250 ვატზე მეტი რეალურად არც ერთ აპარატი არ მოიხმარს. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ დენის მოხმარება გაქვს ძალიან მიზერული. რაც შეეხება ხმას, ხმა ჩვენ 8 წლიანი პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ხმასთან მიმართებაში არც ერთ მომხმარებელს არ აქვს პრობლემა. ანუ დღის განმავლობაში საერთოდ ხმა არ ისმის რეალურად, აქვს ძალიან დაბალი ხმა. თუ მაინც ღამე შეიძლება ძილის დროს და ღამე კონდე ჩართული საძინებელში და ცირედით ხმა შეგაწუხოთ, ამისთვის აპარატს მოყვება 3 სიჩქარე. თქვენ შეგიძლიათ ღამის რეჟიმზე გადართოთ, ანუ ყველაზე დაბალ სიჩქარეზე დააყენოთ აპარატი და აქ ხმა თითქმის არ ისმის და ღამეც არ გაწუხებთ. ანუ ხმა აქვს ძალიან დაბალი, ეს უკვე გარანტირებული შედეგია, უკვე 8 წლიანი პრაქტიკა გვაჩვენებს ამას. და მესამე კითხვა, სულ უნდა იყოს თუ არა ჩართული. მოკლედ, ამ შემთხვევაში ხდება რამდენიმე ვარიანტი. პირველი ვარიანტი, შეგიძლიათ ჩართოთ აპარატი იმდენ ხანს, სანამ ტენიანობა არ დაიწევს ნორმის ფარგლებში. აპარატი თვითონ განსაზღვრავს, თუ რა ნორმაზე უნდა დააყენოს ოთახში ტენიანობა, მაჩვენებელი მოყვება, ანუ სპეციალური ეკრანია, სადაც არსებულ ტენიანობას გაჩვენებთ პროცენტულობაში, შესაბამისად, როდესაც დაიწევს ტენიანობა, ის შეიძლება მოხდეს 2 საათში, შეიძლება მოხდეს 1 დღეში, შეიძლება 3 დღეში, შეიძლება 5 დღეში. ეს იმის მიხედვით, თუ რა დონის ტენიანობა გაქვთ ოთახში, რა დონეზეა დასრულებული მოკლედ იქ ყველაფერი, შესაბამისად, როცა დაწევს აპარატი ტენიანობას და ნორმაზე დადგება, თქვენ შეგიძლიათ რამდენიმე დღე საერთოდ გამორთოთ. შემდეგ ჩართავთ ისევ აპარატს, შეამოწმოთ, თუ მოიმატებს ისევ ტენიანობა, თუ გაჩნდება ისევ სისველე, შესაბამისად ჩართავთ და იქამდე დატოვებთ, სანამ აპარატი თვითონ არ დაწევს ტენიანობას. როგორც წესი, მომხმარებლები თვითონ უკეთესად უმკლავდებიან აი ამ გადაწყვეტილებებს და შესაბამისად ზოგს აქვს 24 საათი ჩართული, რომელიც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, შეგიძლიათ 24 საათი კონდეთ ჩართული და ტენიანობა იქნება მუდმივად რეჟიმში, ანუ მუდმივად იმ დონეზე, რაც უნდა იყოს, გათვლილი თქვენი ჯანმრთელობისთვის და თქვენი ოთახისთვის, ან შეგიძლიათ შემდეგ გამორთოთ, დენის ეკონომიაც არის თუ ამაზეც პრობლემაა, გააკეთოთ, შემდეგ ისევ ჩართოთ. აი ეს არის მოკლედ რაც შეიძლება ითქვას ჩვენი ნესტის აპარატებზე.